SOS ბავშვთა სოფლის ბაზაზე დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მდებარეობს. თავშესაფარი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და მასში ბენეფიციარების ჩარიცხვაც სახელმწიფოს პრეროგატივაა. ძირითადად ჩარიცხვა ხდება მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში, როდესაც ჭირდება ვთქვათ ქალბატონს ესეთი მომსახურება, ის მიმართავს სოციალური დახმარების სააგენტოს, იმ რაიონულ განყოფილებას, სადაც ის იმყოფება ფაქტიურად, არ აქვს მნიშვნელობა ჩაწერილია თუ არა იმ რაიონში და სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მსრუნველობის საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებას თავშესაფარში ჩარიცხვის შესახებ. დედათა და ბავშვთა სახლში ხვდებიან ქორწინების გარეშე დაბადებული ჩვილები და მათი დედები. ასევე უსახლკაროდ დარჩენილი დედაშვილი. სანამ მათი მუდმივ საცხოვრებელში გადაყვანა მოხდება. ამ თავშესაფარში მოვხვდი 3 თვის წინ ბავშვს გაუკეთე ოპერაცია ჯოინის კლინიკაში, გულის ოპერაცია, ვინაიდან ოჯახში არ მქონდა არანაირი პირობები. კლინიკის დირექტორმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს და შემდეგ გამოიყო კომისია, გადაგვამოწმეს და მოგვიყვანეს აქ თავშესაფარში. აი პირობები არის ყველანაირად უზრუნველყოფილები ვართ. ბავშვებს ყავს პედიატრი და კვება არის ძალიან კაი, რაც დავწერთ, ყველაფერი მოვაქვთ. წლის მერე არ ვიცი რას ვიზავ, 8 თვედან აქ ყოფნის. გამიგრძელეს 3 თვე ვიყავი და გამიგრძელეს, რადგან არ მქონდა წასვლელი. ბენეფიციარებთან ფსიქოლოგი მუშაობს. ასევე დასაქმების კონსულტანტი, რომელიც მათ უნარებს აფასებს. თუ თავშესაფარში მოხვედრილ დედას უმაღლესი განათლება არ აქვს, მაშინ მას პროფესიის შეძენაში ეხმარებიან. პარალელურად მიმდინარეობს მათი დასაქმების ადგილის ძიება, რათა დედათა და ბავშვთა ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ ზრუნვა საკუთარ თავზე და შვილზე.